ფაშისტური დაჯგუფება, ახალგაზრდების მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელშიც არასრულწლოვნებიც ერთიანდებიან, უსწორდება ყველას, ვინც მათზე ცუდ სიტყვის. სწორედ ამ მიზნით დაჭრილია 16 წლის ბიჭი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდო დამნაშავე 14 წლის მოზარდია, რომელიც ამ ჯგუფშია გაწევრიანებული. ინფორმაციით დაჯგუფების წევრები ნიღბებით დადიან და განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის მოზარდი ცხელკვალზე დააკავა. მიდიოდნენ, მაგრამ ისინი უკან გაყვნენ თურმე. ეხლა ამათ არ შეუმჩნევად. აი ზესტაფონის ქუჩამდე რომ მივიდნენ, აი მომენტში წინიდან დაუხდნენ. ლუკასკის თავში ჩაურტყიათ და ეს ბავშვი თან 14 წლის ბავშვს დანა მოუღია და პირდაპირ გიოს საძილარდერეს ჩაატყდა, ეს დანა ჩავიდა პირდაპირ გულში. მე კიდე მიდიოდა დანი დასაჩეხად და მე ამ ბიჭებს გამოუწევიათ, ვიღაც ბიჭებს ძავისებს, ისევ ამ მასკიანებს, აღარ გინდა, უკვე მკვდარიაო. ეს არ ვიცი ვინ არის ამ, მე მგონი ლიდერობს ამ ბავშვებში, როგორც ვიცი ეს 14 წლის ბავშვი. ადრეც იყო რაღაცა, მასკებით სკოლაში მიუყვანა გიოს ბავშვები. მაშინ იყო ეს ბავშვი 13 წლის. მე დამთავრდა, უკვე აღარანაირ შეიძლება ბიჭი გადაიყვანეს სკოლიდან. და დამთავრდა ეს ყველაფერი და მე უკვე აქ მოაგნეს. ეს დიახ ბატონო, ეს არის ნეონაცისტური, ხო? ჩაცმულობაზე ემჩნევად მაიკებს შეხედეთ რაღაც ვიათ მაიკებზე ნახატებს ნახეთ, ემბლემები ნახეთ მაიკებზე. 5 ბიჭი და 1 გოგო. ყველას გვასწრებს ეს ბავშვი. ამან იცის რა უნდა გააკეთოს. იცოდა სად უნდა დაერტყა დანა, იცოდა რომ ეს მომაკვდავი დარტყმა იყო და ამით დაამთავრა ყველა. პაციენტი პოსტოპერაციულად გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, არის მასიური სისხლის დანაკარგის შემდგომ განვითარებული ჰემორაგიული ჰიპოვოლემიური შოკი. მდგომარეობა კრიტიკული იყო და კრიტიკულად რჩება, თუმცა მცირედი დადებითი დინამიკა შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ გავიდა თითქმის 24 საათზე მეტი და პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. შემოვიდა კისრის მიდამოჭრილობით, ოპერაციისას დაფიქსირდა მაგისტრალური სისწრაფების დაზიანება, კერძოდ საძილე არტერიის, ლავიწქვეშა ვენის და ლავიწქვეშა არტერიის ოპერაციის შემდგომ გადმოყვანილია რეანიმაციაში და როგორც გითხარით, კრიტიკულად მძიმე იყო და კრიტიკულად მძიმე რჩება.